კიდევ ერთხელ მოგესალმებით, პროფესია ჟურნალისტი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. დღეს შაბათია და ტრადიციისამებრ ჩვენ გადაცემას უთმობთ ჟურნალისტურ გამოძიებას. ამჯერად შემოგთავაზებთ სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლის სახელწოდებაც არის საქმე ნომერი 317. ფილმი ეხება სისხლის სამართლის კოდექსში გატარებულ ცვლილებებს, მოწმის მიერ ჩვენების შეცვლასთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ფილმი და ფილმის დასრულების შემდეგ ჩემი გადაცემის სტუმრები იქნებიან. თავად ამ ფილმის ავტორი ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 52 მუხლის წარმომადგენელი მანანა კოპახიძე. საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 30 ივლისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე ცვლილება და დამატება შეიტანა. ჩვენ დავინტერესდით ერთ-ერთით 371 პრიმა მუხლით, რომლის თანახმად მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ბადით 1-დან 3 წლამდე. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მოსამართლეები მოწმის დაკითხვას შემდეგი გაფრთხილებით იწვევენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და ცვლილებების აქტიური მხარდამჭერი გიგა ბოკერია ამ ნორმის შემოღებას ასახსნის. მიზეზი თავარი მდგომარეობდა იმ ძალიან მანკიერე პრაქტიკაში, რომელიც იყო მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, როდესაც ვაჭრობა ჩვენების შეცვლით იყო ჩვეულებრივი ბიზნესი. დაზარალებული მოწმეები იძლეოდნენ ჩვენებას და შემდეგ ჩვეულებრივი ბიზნესი იყო. მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობითაც ხშირად, სასამართლოს მონაწილეობით, ამ ჩვენების შეცვლა და ამ ჩვენების შეცვლის საფუძველზე საქმის მოგვარება. როდესაც ადამიანი სასამართლოს ორ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას აძლევს, ადვილი მისახვედრია, რომ აქედან ერთ-ერთი ჩვენება მაინც იცრუია. სისხლის სამართლის კოდექსში მაშინაც არსებობდა და დღესაც არსებობს 370 მუხლი, რომლის მიხედვით სრულ ჩვენება არის დასჯადი ქმედება. კანონმდებელმა კი ახალი ნორმა მაინც შემოიღო. ამას გიგა ბოკერია ორი მიზეზით ხვნის. პირველი, იმ ბრალეულობის უტყუარი მტკიცებულების დამტკიცება ცალკე პრობლემაა. ცალკე პროცესი არის. თუ არ იქნება ძალიან მკაფიო სტანდარტი, რომ ფიცის ქვეშ ან იმას შემდეგ რაც შენ გაფრთხილდი ჩვენების თაობაზე, შენ იცრუე და შეცვალე ჩვენება, ამისთვის ადამიანი არ იჯება, მით უმეტეს იმ ტრადიციის ფონზე, რომელიც ჩვენ გვქონდა. ეს პრაქტიკა გაგრძელდებოდა და პროკურატურას და ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოს საერთოდ ჯამში იმის მაგრად რომ ედევნა მრავალი დანაშაულისთვის უზარმაზარი ძალისხმევის დაკარგვა დროის კონკრეტული ჩვენების სიცრუის დემონსტრირებისთვის შეუძლებლად გახდა და ასეც იყო. ოპოზიციამ აღნიშნულ ცვლილებას ხმა არ მისცა. იურიდიული კომიტეტის მაშინდელი წევრი კახა კუკავა საკუთარ პოზიციას ასახსნეს. ეს არის რა თქმა უნდა საკითხის მარტივი გადაწყვეტა. რაიმე პრობლემა არსებობს, ერთადერთი გადაწყვეტა, რაც იცის ამ ხელისუფლებამ, არის რომ შემოიღოს სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ცვლილება და ახალი სასჯელი. ეს არის არანორმალური. ეს პრობლემა, რომ დავუშვათ მოწმეები ხშირად ექცევიან რაღაც ზეგავლენის ქვეშ და ჩვენებებს ცვლილებებს, ეს სხვა ქვეყნებშიც არსებობს. მაგრამ მით ამისთვის ციხე კი არ შემოიღეს სასჯელად. არსებობს ესეთი მოწმეთა დაცვის პროგრამა. ძალიან სერიოზული პროგრამა, ძალიან სერიოზული უწყებები მუშაობენ ამაზე, სერიოზული საბიუჯეტო საშუალებებით. მეორე მიზეზი არის შემდეგი. ძველ ანუ 370 მუხლს აქვს ერთი დათქმა, რომლის მიხედვითაც თუ მოწმემ თავიდან იცრუა, მაგრამ ბოლოს მაინც სიმართლე მოახსენა სასამართლოს, ის თავისუფლდება პასუხისმგებლობიდან. ეს დათქმა კანონმდებელს არ მოსწონს. იქამდე არსებული ნორმა იძახდა იმას, რომ მე შეიძლება ვიცრუო წინაჯერზე, მაგრამ ბოლოს თუ სამართალდამცავ ორგანოებმა ან სასამართლომ საბოლოო ჯამში მიიჩნია, რომ ბოლო ჩვენებაა სწორი და ამ ხრევს იყენებდნენ. ის რომ იქამდე ადამიანს სხვა ჩვენება ქონა მიცემული და შემდეგ ივაჭრა ამ ჩვენები და შეცვალა ჩვენება, რჩებოდა დაუსჯელი. ეს აბსოლუტურად არანორმალურია. და ამას შევიდნენ ხშირად დაზარალებულები. აი ეს ცვლილება თავის დროზე, რომელიც იქნა მიღებული ხვრელი როგონია ბოკერიას, ეს უკარგავდა ყოველგვარ მოტივაციას სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მოწმეები ყოლოდათ ზეწოლის ქვეშ, იმიტომ რომ რაც არ უნდა მიეცა მოწმეს ჩვენება გამოძიების ეტაპზე, საბოლოოდ მას შესაძლებლობა ჰქონდა სასამართლოზე მიეცა საბოლოო ჩვენება. ძველ და ახალ მუხლებს შორის არის კიდევ ერთი და ნიშანდობლივი განსხვავება. 370 მუხლის სრუჩვენებისათვის მოწმე ან დაზარალებული შეიძლება გასამართლოს მხოლოდ იმ პროცესის დასრულების შემდეგ, რომელშიც ის მონაწილეობდა. ახალი მუხლი პროკურორს საშუალებას აძლევს, რომ მოწმე სასამართლო დარბაზიდან აიყვანოს. 371 პრიმა მუხლით ჩვენების გადათქმისთვის გაასამართლოს და არ დაელოდოს საქმეზე საბოლოო განაჩენი. როდესაც შემოდის ნორმა, რომ მოწმეს თუ ის მისცემს თავიდან ბრალდების სასარგებლო ჩვენებას და მე დავუშვათ რაღაცას დაცვის სასარგებლო სიტყვის აპატიმრებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას არაფრის მტკიცება არ სჭირდება.
მას აქვს აი როგორც თამაში რო არის გარანტირებული 100 ლარი, ისე აი ამ კანონის მიხედვით ყავს გარანტირებული მოწმე, რომელსაც პირველივე დღეს რასაც დააწერინებენ, შეუძლია რომ მე იმას დაეყრდნოს გამოძიების მიმდინარეობის და სასამართლოს მიმდინარეობის მთელი პერიოდის მანძილზე. მოწმე აღარ არის თავისუფალი, პროცესი აღარ არის შეჯიბრებითი. უკავა ამბობს, რომ პროკურატურა ამ მოხს მხოლოდ ისეთი მოწმეების წინააღმდეგ იყენებს, რომლებიც ჩვენებას მხოლოდ დაცვის მხარის სასარგებლოდ ცვლიან. სხვა შორის ამას სტატისტიკას დაადასტურებს, აბა ნახეთ, მაგ მუხლით ყოველთვის აპატიმრებენ ადამიანებს, რომელთაც ბრალდების სასარგებლოდ მიცემული ჩვენება შეცვალეს დაცვის სასარგებლოდ. ალბათ ვნახავთ ერთ ჩვენებას, ერთ საქმეს მაინც, როდესაც დაპატიმრებული იყოს მოწმე, რომელმაც თავიდან მისცა ჩვენება დაცვის სასარგებლოდ და მერე ბრალდების სასარგებლოდ შეცვალა. ესეთი სამწუხაროდ არ არის. ჩვენ დავინტერესდით იმით, თუ როგორ გამოიყენა პროკურატურამ ეს მუხლი და აქვს თუ არა მას ერთგვაროვანი მიდგომა სხვადასხვა სიტუაციებში. ამის გასაანალიზებლად შევაგროვეთ მასმედიის საშუალებებით გასული სიუჟეტები და სტატიები და მოვიშველიეთ ჩვენ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმა მესტიის რაიონის სოფელ ჯორკვალთან თბილისის ტიპის მანქანა გააჩერა, რომელსაც მგზავრები მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით გადაჰყავდა. ჩხეკის შემდეგ დააკავეს 3 ახალგაზრდა ძმები ხუჩა და გოჩა მილდიანები, რომლებიც სოფელ ცხუმარიდან მოყვებოდნენ მანქანას და ასევე ლაშა ხორგუანი, რომელიც ბიძებთან ერთად მოდიოდა სოფელ ეცერიდან. ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. სპეცრაზმის წევრები ტელეფონის ნომრის მიხედვით ერთ კონკრეტულ ახალგაზრდას ეძებდნენ. ამ ახალგაზრდას შემთხვევით სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსთან, ირაკლი კოდუასთან ჰქონდა საუბარი. დაკავებული ბიჭები გაჩხრიგეს. ჩხეკის ოქმებში კი დაფიქსირდა, რომ მათ ჰქონდათ ნარკოტიკული ნივთიერება სუბოტექსი, ასევე 3 ცალი ხელყუმბარა. ჩხეკის შემდეგ ისინი დააკავეს და თბილისში გადმოიყვანეს. სუდის გამომძიებელმა ბეიტრიშვილმა დადგენილებაში ბიჭების დაკავების 2 მიზეზი მიუთითა. ერთი იარაღისა და ნარკოტიკების შენახვა და ტარება, ხოლო მეორე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებას 4 პოლიცielis ჩვენება დაედო საფუძვლად. ესენი არიან გაბელია, გვარამია, ლაგვილავა და გაბუნია. გვარამია ჩვენებაში წერს: სამივე ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილმა პიროვნებამ გაგვიწიეს წინააღმდეგობა, რაც გამოიხატებოდა მათ მიერ ჩვენ მისამართით უშვერი სიტყვების სახელში და ხელფეხის რტყმევაში. ამ ქმედებით ისინი ცდილობდნენ გაქცევას. სოჩი მიყვანის შემდეგ გაირკვა, რომ ტელეფონის პატრონი ლაშა ხორგუანი იყო. ძმები მილდიანების შემთხვევით მგზავრები იყვნენ. მას შემდეგ 4 პოლიციელმა ჩვენება შეცვალა. იგივე გვარამია წერს: როდესაც ძმები ხუჩა და გოჩა მილდიანები დარწმუნდნენ, რომ პოლიციის თანამშრომლებთან ჰქონდათ საქმე, ისინი მაშინათვე დაგმორჩილდნენ, ისე რომ მათ ჩვენთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ანალოგიურია პოლიციელ ლაგვილავას ჩვენება. პირველ ჩვენებაში ის ამბობს: ხუჩა და გოჩა მილდიანები და ლაშა ხორგუანი დაკავებისას ჩვენს მისამართით ხელებისა და ფეხების რტყმევით გვიწევდნენ წინააღმდეგობას და ცდილობდნენ გაქცევას. ხოლო მეორე ჩვენებაში ამბობს: რაც შეეხება ძმებს ხუჩა და გოჩა მილდიანებს, მათ ჩვენთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ანალოგიურად იქცევა კიდევ 2 პოლიციელიც. არც ერთი მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 371 პრიმამუქლის არ აღსრულა და ისინი ჩვენების გადათქმისათვის არ გასამართლებულან. რაჭის ერთ-ერთ სოფელ ჭელიაღელეში მკვლელობა მოხდა. ავტოჭელიძის ბინაში შევიდნენ ყაჩაღები და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ყაჩაღობას ოჯახის წევრებიც შეესწრნენ. კარები გაიღო, ვიღაც ფარნით შემოვიდა, ლაზერული ფარნით. მეგონა ჯერ ქალიშვილი თუ იყო ჩემს სტუმართან ერთად, მაგრამ საუბედუროდ არ აღმოჩნდა. არ მივაქციე პირველად ყურადღება. შემდეგ ისე ხმაური ატყდა, რომ ავდექი და მთვარიანი შუქი დავინახე 2 ნიღბიანი, 2 ყაჩაღი რა, ვიღაც ავაზაკები. მკვლელობისათვის დააკავეს ისიდორე ზაზა და ზურა დალაქიშვილები. ისიდორე დალაქიშვილის შესახებ დაზარალებულმა ნატო გაბალაშვილმა თავდაპირველი დაკითხვის დროს განაცხადა: ყაჩაღებს შავი ფერის ნიღბებიდან მოუჩანდათ მარტო თვალები. მათი ამოცნობა არ შემიძლია და არც მეტი აღწერილობა მახსოვს. შედარებით დაბალმა დაიყვირა